ცოდვებზე გვაქვს თლიანი აქცენტი გაკეთებული. საკუთარ თავთან მიმართებითაც და სხვა ადამიანთან დამოკიდებულებაშიც. აბა ეს როგორ ცოდვებს ჩადის, რამდენად ცოდვილია და რაც უფრო ჩემს თვალში ცოდვილია, ის უფრო მეტად ჩემთვის უცხოა. ის უფრო მეტად ზოგჯერ საძულველია ჩემთვის. მას მეტად ეკუთვნის ღვთისმსაჯელი, ასე მგონია. მეტად განვიკითხავ ამ ადამიანს, მეტად ვაკნინებ, მეტად ვამცირებ, მაგრამ აი აქ რა უნდა გავიხსენოთ ჩვენ. თითოეული ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ანუ ნახეთ, ყოველ ადამიანში რაც არ უნდა დაცემული იყოს ის ადამიანი, რაც არ უნდა განშორებული იყოს ღმერთისგან, როგორც ცოდვებსაც არ უნდა იყოს დამონებული. მასში ღვთის ხატება წარუშლელად მაინც არსებობს. დაკნინებული სახით, მაგრამ წარუშლელად მაინც არსებობს. და ჩვენ ადამიანში რას უნდა ვეძებდეთ? აი ამ ღვთის ანარეკლს უნდა ვეძებდეთ. და მას ვერავინ ვერ წაშლის ვერანაირი ცოდვა და მის მაგალითები ჩვენ გვაქვს სახარებიდან, როდესაც ავაზაკის მაგალითი თქვათ პირველ რიგში. ყველანაირი ცოდვა ქონდა ფაქტობრივად თავის თავზე აკიდებული, ასე თქვათ, მაგრამ სინანული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის გაბრწყინებულიყო. ის პირველი შესულიყო სასუფეველში.